მასშტაბური შეტაკებების მიუხედავად ირანში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ოფიციალური თეირანი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა და სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. ამოქმედებულია კომენდანტის საათიც. უკიდურესად დაძაბულ ვითარებას კი ირანის უზენაესი ლიდერის ძალადობრივი განცხადებები კიდევ უფრო ართულებს. ჩვენ ვესაუბრებით პროტესტის მონაწილეებს, თუმცა არეულობის მომწყობებთან საუბარს აზრი არ აქვს. მათ საკუთარი ადგილი უნდა მიუჩინონ. მედია 20-დან 50,000-მდე გარდაცვლილზე საუბრობს, რომელთა შორისაც ოფიციალურად დადასტურებული ჯერ მხოლოდ 2571-ია. ცნობები ვრცელდება 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველის მოკვლის შესახებაც. რეპრესიების გახშირების ფონზე მოსახლეობა ირანს თურქეთის გავლით ტოვებს. ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო 18,000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. მათი ნაწილი ახლა ისლამისტური რეჟიმის მხრიდან უკიდურესი სასჯელის, სიკვდილით დასჯის აღსრულებას ელის. ჩვენ დავადასტურეთ 2571 დემონსტრანტის მკვლელობა. დამატებით კიდევ 779 შემთხვევა ამჟამად გადამოწმების პროცესშია. ეს თავისთავად უკიდურესად მაღალი რიცხვია. ყველაფერი, რასაც დადასტურებული ინფორმაცია თვაქვეყნებთ, ქვეყნის შიგნით არსებული პირველ წყაროს მიერ არის დადასტურებული. 26 წლის ერფან სოლთანი ირანში დაკავებული დემონსტრანტებიდან ერთ-ერთი პირველია, რომელიც სიკვდილით 14 იანვარს უნდა დაესაჯათ, თუმცა ინფორმაციული ბლოკადის ფონზე ფაქტების გადამოწმება ვერ ხერხდება. დაშავებულების რაოდენობის გამო კოლაფსის ზღვარზეა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაც. საერთაშორისო კვლევითი ცენტრები უკიდურესად მძიმე ვითარების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ. ირანელები უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც კორუფციამ და არასწორმა მართვამ გამოიწვია. ამას რა თქმა უნდა სანქციებიც კიდევ უფრო ამძიმებს. თუმცა პროტესტი, რომელიც თავდაპირველად ეკონომიკური გაფიცვებით დაიწყო, სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ მოძრაობაში. ისლამური რესპუბლიკა არა მხოლოდ ვერ ახერხებს ქვეყნის მოსახლეობისთვის ღირსეული და სტაბილური ცხოვრების უზრუნველყოფას, არამედ პოლიტიკურადაც ადამიანები ღრმად არიან იმედგაცრუებული მმართველობის იმ სტრუქტურით, რომელიც მათ მოთხოვნებსა და მისწრაფებებს უკუღებელყოფს. ირანზე თავდასხმას არ გამორიცხავს თეთრი სახლი. მზადება დაწყებულია ვითარების გამწვავების ფონზე. ამერიკას ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალი გაჰყავს. შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შეწყვეტილია. ოფიციალური თეირანი კი შეერთებულ შტატებს საპასუხო თავდასხმის მუქარას უთვლის. ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ პროტესტი, აიღეთ კონტროლი თქვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, ისინი ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან. ამერიკა, კანადა, ინდოეთი, ავსტრალია, შვედეთი და საფრანგეთი ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებს ირანის დროულად დატოვებისკენ მოუწოდეს და ისლამისტური რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები დაგმეს. ევროპული პოლიტიკური ელიტა ახალ სანქციებს მსჯელობს. დემონსტრანტების წინააღმდეგ აუტანელი რეპრესიები ტარდება, მომიტინგეებს ახლო მანძილიდან ესვრიან, ინტერნეტი დაბლოკილია, რათა საშინელი შედეგები დამალონ, ასობით, შეიძლება ათასობით ცხედარს საავადმყოფოებში ტომბრებში მალავენ. ჩვენ გულგრილი ვერ დავრჩებით, ამიტომაც ვგმობთ ამ რეპრესიებს. ირანელების მხარდასაჭერად აქციები მიმდინარეობს ირანის საელჩოებთან. ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით იკრიბებიან და დემონსტრანტებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. აქცია შედგა საქართველოშიც, სადაც ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ირანიდან საკუთარი ნათესავის გარდაცვალების ცნობა მიიღო.